საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს საპროტესტო აქციამ მსვლელობები ეწყობა. თბილისში სხვადასხვა ადგილიდან დაძრული მარშის მონაწილეები დღის ბოლოს გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტისკენ დაიწმნენ არარუსულ ოკუპაციას. ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეკრებისკენ მოქალაქეებს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა. იუნკერების სახელობის მსვლელობების მონაწილეები 1921 წლის 25 თებერვალს განვითარებული მოვლენების გახსენებისას პარალელს დღეს მიმდინარე პროცესებთან აღვლევენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა დღესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშეა. საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციაზე დაგეგმილია ოკუპაციის თემაზე ფილმის ჩვენება და ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა. თეონა ხუბულავა იმყოფება რუსთაველის გამზირზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თეონა, რა განცხადებები კეთდება ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციაზე? მარშები, რომლებთან დაკავშირებითაც შენ საუბრობდი, დღეს დედაქალაქის მასშტაბით 6 მარში გაიმართა, ზუსტად სწორედ საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი მარშები და როგორც აღნიშნე, მას შემდეგ რაც ისინი გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ სიმბოლურად იმ ადგილზე, გამოემართნენ რუსთაველის გამზირზე და ყველა ეს მარში ჩვენი ინფორმაციით ახლა უკვე რუსთაველის გამზირზე არის მოსული და შემოერთდნენ აქ აქციას. იმ ძირითადი მიზეზების გარდა, რასთან დაკავშირებითაც 28 ნოემბრის შემდეგ არის საპროტესტო აქცია, დღეს დამატებით ეს თარიღიც არის, რის გამოც აქ მყოფი ადამიანები შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე. მოძრაობა ახლა არის სრულად შეზღუდული, უბრალოდ გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა. ძირითად შემთხვევაში, როგორც იცით, აქ საკანონმდებლო ორგანოს წინ იკრიბებიან მოქალაქეები, თუმცა ახლა პირველი ექსპერიმენტალური სკოლის წინ არის ფედერალისტების მიერ ორგანიზებული ეკრანი, სადაც ან წუთას მიმდინარეობს მცირე, ან მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, სადაც ისტორიულ დეტალებზე და ისტორიულ გარემოებებზე იქნება ყურადღება გამახვილებული 1921 წლის მოვლენებზე, იმ დროზე, როდესაც საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შემოიჭრა და კონკრეტულად 25 თებერვალს განვითარებულ მოვლენებზე, როგორც უკვე აღნიშნე, დღეს დედაქალაქის მასშტაბით 6 მარში შეიკრიბა, ასე ვთქვათ, გამოემართნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით სხვადასხვა ლოკაციებიდან, ვაკის პარკიდან, ავლაბრის მეტროდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, გიორგი მაზნიაშვილის, მარო მაყაშვილის და იუნკერთა სახელობის მარშები უკვე შემოერთნენ რუსთაველის გამზირს. გარდა იმისა, რომ აქ ახლა მცირე დოკუმენტური ფილმის ჩვენება იმართება, აქ შეკრებილი ადამიანები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ 28 ნოემბრის შემდეგ მოდიან რუსთაველის გამზირზე და ძირითადი მოთხოვნები არ შეიცვლება იქამდე, სანამ ისინი არ დაკმაყოფილდება და კვლავ საუბრობენ იმაზე, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა და იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც საპროტესტო აქციების განმავლობაში დააკავეს. დუმდა ხალხიო და დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ 100 წლის თავზე საქართველოში არის ხალხის ის განწყობა, ის პოლიტიკური მდგომარეობა, რომ ხალხი აღარ დადუნდება, ხალხი ხმას ამოიგებს. ყოველ დღეს აქვს თავისი სათქმელი აქვს ხალხს თავისუფლების დასაცავად და თავისუფლების შესანარჩუნებლად და მგონია, რომ ხმა არ უნდა დავიდუმოთ პირიქით. თქვენ წარმოედგინეთ ის რაც 104 წლის წინ გაიარეს იმ ხალხმა, იმ სიმწარეს გვინდა რომ პატივი ვცეთ, ისინი დაიღუპნენ, ისინი მათ თავი დასდეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენთ თუ ქართველ ადამიანს აი ამდენი გამძლეობა და ამდენი რაღაც შეეძლო და მე ძალიან მოხარული ვარ, ძალიან მიხარია რომ ჩვენი ერი აი ასეთი გამორჩეულია, ასეთი მდგრადობით გამოირჩევა და ასე უყვარს თავისი სამშობლო. ისევე როგორც სხვა დღეების განმავლობაში აქაც უცვლელი არის, ასე ვთქვათ, ფორმატი იმ თვალსაზრისით, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ ეს საჯაროდ სიტყვით გამოსვლები არ არის აქ შეკრებილი ადამიანების, თუმცა დღეს გამომდინარე იმ თარიღიდან, რა თარიღიც არის, ამის გამოც იკრიბებიან დამატებით აქ ადამიანები, როგორც თავად აცხადებენ და ზუსტად ამ წუთებში მიმდინარეობს ფილმის ჩვენება, რომელიც 1921 წლის მოვლენებს ეძღვნება და დაგეგმილი არის ასევე, თუმცა ზუსტი დრო არ ვიცით, რომ აქ შეკრებილი ადამიანებს სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. მადლობა, ეს იყო პირდაპირი ჩართვა რუსთაველის გამზირიდან და თეონა ხუბულავა.